მადლობა. მე ვარ ლევან ჭიჭინაძე და თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო წარმოდგენილი დღეს პრეზენტაციაზე. როგორც ნახეთ, ეს 450 მილიონი დოლარი, რომელიც ინტერვენციის სახით იყო განხორციელებული საქართველოს ეკონომიკაში, გადაწყვეტილებებს ვეღარ ცვლის და ლარი უფასურდება. ორი ძირითადი ფაქტორია, რაზეც არის დამყარებული ლარის კურსის სტაბილურობა. ეს არის ნდობა და ეს არის მოლოდინები. თუ დავაკვირდებით რა მოხდა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, როგორც კი ეს ფასადური სტაბილურობა კორონავირუსის მართვის ნაწილში ჩამოიშალა, უმალ გაჩნდა ის პრობლემები, რომელიც ჩვენ სახეზეა. ნდობა გაქრა მთლიანად. გახდა პირდაპირ შეიძლება ქაოტური მდგომარეობა. საზოგადოებას, ბიზნესს რაღაც პატარა ხელშასაჭიდი ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ისიც გაქრა, იმიტომ რომ სალსახად გამოჩნდა, რომ ვერაფრის მართვას ვეღარ ახორციელებენ და შესაბამისად წავიდა ლარი დაბლა. რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინებიც არ არის. იმიტომ რომ დღეს ვისაც არ უნდა ვკითხოთ, მცირე საშუალო ბიზნესს, რა მოლოდინი გაქვს შენ? რას ელოდები, რა ცვლილებების შედეგი შეიძლება მიიღო უახლოეს პერიოდში? ვერავინ ვერ დაგისახელებს რაიმე ფაქტორს, რის გამოც შეიძლება რომ გქონდეს პოზიტიური მოლოდინი. და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, წესით რაც უნდა მიღებული იქნას, ეს არის ცვლილება. ცვლილება ხელისუფლების. იმიტომ რომ ამის გარეშე ნდობის დაბრუნება შეუძლებელია, იმიტომ რომ არ არსებობს ნაბიჯები, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რომელიც მოიტანს სტაბილურობას. და დღეს ეს ინფორმაცია, ეს ანალიზი, რაც არის წარმოდგენილი და ეს სტრატეგია, რაც არის წარმოდგენილი, ეს არის სწორი ხედვა მომავლის ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ცვლილებები მოიტანს შედეგს, ცვლილებები მოიტანს პოზიტიურ შედეგს, ცვლილებები მოიტანს სტაბილურობას. იმიტომ რომ ყველამ ნახა, რომ 8 წლის განმავლობაში არაფერი არ შეიცვალა. და ეხლა არის ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენება ვერ ცვლის ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკურ ვითარებას, ვერ ცვლის, არ იცვლება. 450 მილიონი ძალიან დიდი თანხაა იმისთვის, რომ ეკონომიკა დაასტაბილურო და ვერ ასტაბილურობ, იმიტომ რომ ორმა ფაქტორმა უკვე დაკარგა თავის შინაარსს. ეს არის ნდობა და ეს არის მოლოდინები. და სწორედ ეს არის ცვლილებების აუცილებლობის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას უახლოეს პერიოდში, იმიტომ ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტად გავღარიბდებით. ამიტომ ხალხს, საზოგადოებას ზუსტად უნდა ესმოდეს, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს, ცვლილება უნდა დაეფუძნოს ცვლილება სტრატეგიების და კონკრეტული კონცეფციების ანალიზს და არა ზოგადად ვის როგორი სახე და იერი აქვს, არამედ ანალიზს, ვინ რას გთავაზობს, ვინ რითი შემოდის და ესეთი სტრატეგიები და ესეთი ანალიზი, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, არის ძირითადი მოტივატორი იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს საზოგადოებამ. მე ხა მინდა ერთადერთი ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა გუნდს, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ეს არის ურთულესი საკითხი, რომ შენ სწორად დაანახო საზოგადოებას, რა ინფორმაცია და რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ის, რასაც ჩვენ გვთავაზობთ დღეს, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ცვლილებების დროა და ნამდვილად ეს, რაც ახლა ჩვენ ნახეთ, ამის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და უსურო სტრატეგია აღმაშენებელს წარმატება. მადლობა.